მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით წალკის წყალსაცავიდან, მაგრამ ამჯერად გაყინული წალკის წყალსაცავიდან. ხედავთ ალბათ კადრებში, სულ გადაყინული არის წალკის წყალსაცავი. ჩამოვედით იმისთვის, რომ ვითევზაოთ ყინულიდან ქორჭილაზე, რა თქმა უნდა, ხელოვნური სატყორების გამოყენებით. სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს დღეს წამოღებული იმისთვის, რომ სპეციალურად ყინულის სატყორებით ვითევზაოთ. გვაქვს ყინულის საჭრელი, გვაქვს აბსოლუტურად ყველანაირი აღჭურვილობა, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შედეგი დავდოთ. ამ ეტაპზე -17 გრადუსი არის ჰაერის ტემპერატურა, შესაბამისად ძალიან ცივა, თუმცა კარგი ვიდეოსთვის რას არ გააკეთებს ადამიანი, მოკლედ, მინდა რომ ძალიან კარგი ვიდეო გავაკეთოთ, მინდა რომ თევზი დავიჭირო, ასე რომ ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. თქვენი მხრიდან კი აუცილებლად ლაიქები მჭირდება, არხის გამოწერა და მოკლედ ბევრი კომენტარი. შევიდეთ ახლა მოკლედ, ამოვჭრათ სხვადასხვა ლუნკები და ნახოთ რა გამოგვივა. მეგობრებო, მოკლედ, მოდი ამოვჭრათ ყინული აი ამ ადგილას. აბა ნახოთ რა გამოგვივა. საკმაოდ დიდი ყინულია. აი ხა ჩავა. ეგ არის. მინიმუმ 10 სანტიმეტრია მოკლედ რა. ძალიან დიდი ყინულია. ისე რომ წესი დარიგით უპრობლემოდ უნდა შევძლოთ თევზაობა. მოკლედ ძალიან საინტერესოა ყინულიდან თევზაობა, ბევრი ვიდეო მაქვს ნაყურები შესაბამისად. ვიდეოებიდან გამომდინარე, ასევე საქართველოშიც მე მაქვს ნათევზაობები ბაზალეთის ტბაზე, მაგრამ ბაზალეთი მაინც მარტივი იყო, იმიტომ რომ ბევრი პატარა თევზია იქ და მარტივად მოსაძებნია პატარა ტბა არის. წალკის წყალსაცავი საკმაოდ დიდი წყალსაცავია, შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ უფრო ჭირს მოძებნა. ჩაუშვათ ჩვენი სატყوارა, მე აუცილებლად ეტაპობრივად გაჩვენეთ თუ რას ვიყენებ სათევზაოდ. ჯერ მინდა რომ უბრალოდ მოვძებნო თევზი. მაქვს რამდენიმე ჯოხი, ეს არის ესეთი ჩემი ხელით გაკეთებული ფილტრის ქვივერით გავაკეთე, ტარი გავუკეთე, კოჭა გავუკეთე პატარა და ესეთი პატარა ვერსია არის. მყარი სატყوارა, ვერტიკალურად სათევზაო ყანყალა გვაქვს. ბევრი სხვადასხვა მოდელი მაქვს ასეთივე ვარიანტის. ბევრზე რა გითხრათ, რამდენიმე მაქვს პრინციპში, მაგრამ ესეთი მოდელია, ესეთი სამკავით. მაქვს ასევე მსგავსი ვერსიები, ესეთი. ყველას აქვს წითელი ესეთი მანიშნებელი იმისთვის, რომ თევზმა კარგად დაინახოს. ასევე მაქვს პატარა, შედარებით პატარა, ესეთი მოდელი, ოქროსფერში. ესეც საკმაოდ საინტერესო არის და ასევე მაქვს ესეთი პატარა სამარმიშკე ჯოხი. ესეთი დიზაინით არის. აქ ქვივერივით უკეთდება, კივოქს ეძახიან. ამას აუცილებლად გავუკეთებ და პატარა მარმიშკებით შეგვიძლია რომ გავტესტოთ და ვითევზავოთ. ესეთი მარმიშკები არის, ხა გაჩვენებთ. ესეთი ნახეთ, მაგალითად, ესეთი ვარიანტია პატარა მარმიშკა. ესეთი სხვადასხვა მოდელები არის, შეგვიძლია მოტილი დავუყენოთ, ან პირდაპირ ესე ვითევზავოთ. ესეთი ქვივერივით არის პატარა კივოქს ეძახიან, ახლა დავუყენებ. იმიტომ რომ უნდა ავაწყო აუცილებლად ეს მონტაჟი, რადგან ესე იგი რამდენიმე გატარებაზე თევზი არ ურტყავს. შეიძლება მარმიშკით მოძებნა, იმიტომ რომ ძამთარია, პასიურია თევზი და ვფიქრობ, შეიძლება მარმიშკაზე უფრო დავიჭირთ. ზაფხულში ყოველთვის დგას ხოლმე აქ თევზი. როდესაც დავიჭირეთ ქორჭილა, კი ბატონო. ესეთი ქორჭილიუსი დავიჭირეთ. შვენიერი ქორჭილიუსი. დაჭდა ყაყალაზე, ხო. ძალიან საინტერესო, ძალიან მაგარია, მოკლედ მეგობრებო. ცოტა ხანი გავაჩეროთ, ამბობენ რომ ეგრევე თუ გავუშვებო, ისო თევზს აფრთხობსო, ამიტომ ცოტა ხანი გავაჩეროთ. მაქსიმუმ 1 წუთი თან რო არ გაიყინოს, იმიტომ რომ ჩვენ თევზს აუცილებლად ვუშვებთ. შესაბამისად ცოტა ხანი იყოს, არაფერი მოუვა, არ გაიყინება და
ნუ მალევე გავუშვებთ აუცილებლად. გავაგზავნოთ. ძალიან საინტერესოა. აი, ძალიან კაი ჩარტყმა ქონდა სხვათა შორის. არ ველოდი ეგეთ ჩარტყმას. ხელში კარგად ვიგზენი. დამძიმდა და შესაბამისად მე უკვე ხელით ამოგვაქვს. ნუ კოჭას არ ვატრიალებ, იმიტომ რომ მალევე უნდა ჩაუშვათ უკან შესაბამისად კოჭის მოშვება დატრიალება ბევრ დროს წაიღებს. უბრალოდ ჯოხს ოდნავ გვერდზე მოვისვრი და ძუას ხელით ამოვკაჩავ, რომ მარტივად ამოვიღოთ. ოპა, არის. ოპა. არის. აი ესეთი ქორჭილა. აი ესეთი ქორჭილიუსი დავიჭირეთ შემდეგი. ნუ არც ისე დიდი ზომაა რა თქმა უნდა, მაგრამ აი ესეთი ქორჭილიუსი. აჰა, შენიერი. აუშვათ. ოპა. არის? არზე ისევ? კი ბატონო. აბა, პატარა ქორჭილიუსი დავიჭირეთ. რა პატარაა შეხედეთ. აი ესეთი პატარა ქორჭილა დავიჭირეთ. პატარა ქორჭილიუსი. ნუ ცოტა ხანი გავაჩეროთ ეს. აუ ძალიან პატარაა. გავაჩეროთ და მერე გავუშვოთ. არის. ო, ცოტა მოზდილს გავს. ოპა! ქორჭილიუს. აი ესეთი ქორჭილა დავიჭირეთ. ურა კარგი ხარ რა, აუ რა მაგარია. მეგობრებო, არ ვიცი, სასწაული შეგრძნებებია რა, ესეთი ქორჭილა. კარგია რა. შენიერი ასწორებს. აუ რა მაგარია. ვაიმე რა კაია. ოპა! დავსვით. ოდიაკ. ოპა! ქორჭილიუს. აი ესეთი ქორჭილა დავიჭირეთ. აჰა. აი ესეთი. ქორჭილიუს შვენიერი. რა ზოყარელია. გაბრაზდა. აი ფაფრა ეგრევე. არის. დავსვით, მაინც დავიჭირეთ. ოდიაკ. აი ესეთი ქორჭილა. ეს იყო, ეს გაიძვერა რომ უტყავდა. ოპ, კიდე დამირტყა და კიდე დავსვით ეგრევე. აი ესეთი ქორჭილა. ესეთი ქორჭილა დავიჭერთ. მართალია არ არის ზომები დიდი. არ არის ზომები, მაგრამ ნუ რაოდენობა ნელ-ნელა მოიმატა და ძალიან კარგია. აი მაგალითად საფიქრო. ოპ, კარგი დარტყმა იყო ამასობაში. კარგი ხარ, მოდი ქორჭილიუს. მოდი. ოპა! აი ესეთი. ქორჭილიუს, შვენიერი. მეგობრებო, მოკლედ პატარა შესვენება გვაქვს. აუცილებლად უნდა მივირთვათ. გემრიელობები, ნუ ქათმის ფილე გვაქვს, რომელსაც შევწავთ. მე თევზებს არ გვეკადრება, ეხლა თევზი ჯობია რომ იყოს, მაგრამ ქათმის ფილეც ვფიქრობ, რომ შვენიერი არის ესეთ სიტუაციაში. ეხლა შეგვიძლია ცოტა მივაბასთურ მოცავით, თუმცა ბასთურმა არ გამოვა, მაგრამ შეგვიძლია ესეთი წითელი წიწაკა დავაყაროთ. აი ესე. და წითელ წიწაკასთან ერთად მე სხვათა შორის ფილეზე ვიყენებ ხოლმე ესეთი შემწვარი თევზის საკმაზე, ესე ქვია რა, საკმაოდ კარგი სუნელი აქვს. ნუ თევზი და ქათამი რამ გაყო, ხორცია ორივე და ანუ საკმაოდ უხდება ხოლმე რა და მე ამას ვიყენებ მოკლედ როგორც თევზზე, ისე ფილეზე და ძალიან კარგი გამოდის ხოლმე. ნახოთ აბა ამჯერად როგორი გამოგვივა. ეხლა დავდგათ ჩვენი ტაფუნია. უი, გაცროთ, ეს ესე. დაფადდა. კი ბატონო. ცოტა აუწიოთ. კი ბატონო. აუცილებლად ზეითუნის ზეთი დავასხოთ. აი ესე. ნუ ბევრი არ გვჭირდება, იმიტომ რომ ზეთი და თავისივე სითხე
გააკეთებს აუცილებლად ყველაფერს, მოხარშავს და შემდეგ მოხარშულიდან გადავა უკვე შემწვარში. კვერცხიც გვაქვს აუცილებლად უკვე გამზადებული, კვერცხსაც ავთქვიფავთ და კვერცხთან ერთად შევწვავთ მოკლედ ქათმის ფილეს, რაც ვფიქრობ რომ ძალიან კარგი გამოვა. აი ესეთი გემრიელობა მოამზადეთ. ქათმის ფილე, კვერცხი შესუნელებული ყველაფრით რაც საჭირო არის, მარილი, პური და გემრიელი გული. ცხელი ყავაც გვაქვს, რა თქმა უნდა, გაზზე მოამზადეთ. აი ესე გამოიყურება ჩვენი აღჭურვილობა, რაც გამოვიყენეთ. ეხლა მივირთმევთ გემრიელად, დავაგემოვნებთ, დავნაყრდებით და შემდეგ უკვე ისევ ჩავალთ სათევზაოდ. დაახლოებით 2 საათი გვექნება საღამოს თევზაობისთვის. ასე რომ ველოდებით მოკლედ საღამოს თევზაობას. სათევზაო წერტილისკენ მივდივართ. საღამოს პერიოდია და შესაბამისად საკმაოდ დაგრილდა. მაგრამ უნდა შევძლოთ რამენაირად თევზაობა. შარი. ნელა. ჰოპ. აბა. ჰოპ. ჩავსრიალდით. ჰოპ. მეგობრებო, მოგვისაღამოვდა, უკვე 5 საათია. მინდა რომ შეჯამება გავაკეთო და გამოცდილება გაგიზიაროთ დღევანდელი, რადგან ასეთი გამოცდილება ხშირად არ გვეძლევა, ჩვენი პირობებიდან გამომდინარე, რაც საქართველოში არის ზოგადად კლიმატი. საკმაოდ კარგი ყინული დაგვხვდა, მინიმუმ 10 სანტიმეტრი არის. მართალია შეგრძნება, როდესაც იბზარება ყინული საკმაოდ ცუდია და გინდა რომ ავტომატურად გაიქცე, ეს თავისთავად გამოუცდელობის ბრალია, თუმცა ამ ეტაპზე არ არის საშიში ნამდვილად რომ რაღაცა ისეთი მოიწიო, წყალში ჩავარდი, ამ ფეხი ჩაგივარდი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ყინულია რეალურად. რაც შეეხება თევზაობას, 11 საათზე დავიწყე თევზაობა და სანამ უკვე ვიპოვიდი იმ ტერიტორიას, სადაც შეიძლებოდა ქორჭილას დაჭერა, იმიტომ რომ თან დაწეული არის ბევრად წყალი ვიდრე სეზონზე, დაგდებული არის. შესაბამისად, როგორც კი ვიპოვე თევზი, მაშინვე დავიწყე დაჭერა. დაახლოებით 10 ცალი დავიჭირე, რომ არ მოგატყუოთ. 10 ცალის დაჭერა ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი არის ზამთარში ყინულიდან მით უმეტეს. რა თქმა უნდა, მეტი დრო რო გქონდეს, უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება იმის, რომ ვიპოვოთ თევზი, თუმცა ერთი დღით ვართ წამოსული, შესაბამისად გზა საკმაოდ მოყინული იყო და გვინდა რომ დღე გავიდეთ უკან, რაიმე არ მოვიწიოთ გზაში და მაქსიმალურად ისე მშვიდობით ჩავიდეთ თბილისში, რადგან საკმაოდ დიდი პერევალები გველოდება, შესაბამისად აქ მინდა რომ ნელ-ნელა დაგემშვიდობოთ, გისურვოთ წარმატებული თევზაობა, არ ვიცი, ვისაც ყინულზე თევზაობა დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ კომენტარის სახით დაწეროთ კითხვა და მე ვეცდები რომ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გაგცეთ ამომწურავი პასუხი. აუცილებლად უნდა მოგიწოდოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარეზღილაკი და თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ და ლაიქეთ კიდეს. ამით ხვდები რომ თქვენ მოგწონთ ვიდეოები და შესაბამისად მეტი мотивაციით ვაგრძელებ ახალი ვიდეოების შემოთავაზებას. აქ კი მინდა დაგემშვიდობოთ, კიდევ ერთხელ წარმატება გისურვოთ და შევხვდებით აუცილებლად ძალიან მალე მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.